სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ და ვამთავრებთ ამ კითხვით 51-ე ნაწილს ბიბლიური კითხვები და პასუხებისას, რომელიც 2001 წლის 18 ნოემბერს ჩაიწერა ჯონ მაკარტურის ეკლესიაში. რას ფიქრობთ ჰარი პოტერზე? ნახეთ, ძალიან საინტერესო კითხვა არის. მეც მახსოვდა ეს და ჩემს შულსაც გაუგზავნე, იმიტომ რომ მათ უყვარდათ ვარსკვლავების ომები, ფილმები, რომელიც მე არასდროს არ მეყვარდა, ფანტაზიები და ისინი. ფანტასტიკური რაც არის, თუნდაც ბიბლიასთან დაკავშირებული, რომელიც არის თოლკიენის, ხო იცით არა ეს რომელი ქვია ბეჭდების ისა Lord of the Ring, ბეჭდების უფალი თუ როგორ აქ ქართულად არ ვიცი, ასევე ნარნია და ასე შემდეგ და გამიხარდა რომ ჯონ მაკარტურიც C.S. Lewis ისე უყურებს სკეპტიკურად. კითხვა: მე სკოტ ჯოლინგერი ვარ და მინდოდა მცოდნე რას ფიქრობთ ჰარი პოტერზე. სიმართლე გითხრათ, ეს იშვიათად მომდის თავში, პასუხობს ჯონ მაკარტური. ამიტომ ჰარი პოტერზე დიდად არ ვფიქრობ. იცით, პირველ რიგში შეიძლება ითქვას, რომ ეს სისულელეა, სრულიად არა საჭირო, ფანტაზია ჩემთვის სისულელეა. სოფლიოში ყველა იმ სასარგებლო რამით არის სწავლაც შესაძლებელია, ფანტაზია ამ კატეგორიაში არ ჯდება. მე დიდად არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან, მაგალითად C.S. Lewis-ი, ნარნიის ქრონიკები, თოლკიენის, სხვები, რომლებიც ქრისტიანული ელფერი დაკრავთ მათ ნაწარმოებს. უბრალოდ რეალობის კარგი დოზა მომეცით ყოველთვის. მე ამას ვეტრფი, რომ მე მაინტერესებს რეალობა. შეგიძლია დაივიწყოთ ფანტაზია, როცა ჯონ მაკარტურზე საუბარი. მე ნამდვილად არ შემიძლია ჩემი ცხოვრების ფანტაზიაზე აშენება, მე ჩემი ცხოვრება რეალურზე უნდა ავაშენო. წლების განმავლობაში მეკითხებოდნენ, მინდა თუ არა რომანების წერა და მე პასუხობდი, რათ მინდა მხატვრული ლიტერატურის წერა? ვის სჭირდება მხატვრული ლიტერატურა? მე არ მინდა მხატვრული ლიტერატურის წერა. არც კი მიყვარს მხატვრული ლიტერატურის ფაქტთან ან რეალობის არარეალობასთან შეხამება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს დამაბნეველია. ასე რომ ამ თვალსაზრისით, უბრალოდ საღი აზრის თვალსაზრისით, ეს სისულელეა. ეს საუკეთესო შემთხვევაში სუპერმენია. ისიც ეს არის მწვანე კრაზანა დიდი იყო, როცა ბავშვი ვიყავი, ხო? ეს არის რაღაცა ადამიანი ობობა, გასვოთ ხომ? სპაიდამენი. ეს არის ყველაფერი, რაც არარეალურია, სადაც სასწაულების გარკვეული ელემენტია და შემდეგ ემატება უფრო სერიოზული საკითხი, რომ ახლა საქმე გაქვთ სულიერი არსებების სამყაროსთან და ახლა დემონურ სამყაროს ზღვარზე ხარ და ფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული რამ არის და სახიფათოა. არ ვფიქრობ, რომ ეს სასარგებლოა. არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. იცით, შეგიძლია დაჯდე და თქვა, რომ ეს როულინგსი, ხო? ეს ქალბატონი ძალიან კარგი მწერალია და ძალიან ჭკვიანი, ძალიან ნიჭიერია. მიუხედავად წინს ვერ გაყიდით თუ ხალს მათი კითხვა არ მოეწონება. ის ძალიან ნიჭიერი მწერალია და შეგიძლიათ კრიტიკულად დაჯდეთ და წავიკითხო ეს ნივთები და დავაფასო ხელოვნება ხელოვნების გულისათვის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პატარა ბავშვებისათვის ამ ტიპის ფანტაზიის სამყაროში შეხება და ელემენტარულად ახალგაზრდებს ამ ყველაფრის რაღაცა გაქანება, ხო? არ არის მე მგონი კარგი ნამდვილად. გარკვეულწილად რეალობისაგან თავის დაღწევაც არის და გაქცევა არის რეალობისაგან. და რაც უფრო მეტი ადამიანი ამოწევს რეალობისაგან თავის დაღწევას, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენ გავლენას მოახდეთ მათ ცხოვრებაზე. და არ ამგონია, რომ ხალხი ამაში ჩაერთოს. ის იქნება ვარსკვლავური ომები Star Wars, ხო? თუ რაიმე მსგავსი ჰოკუს-ფოკუსები, რომლებიც ფანტაზიის თემას ეხება. არ ამგონია, რომ ეს ადამიანისთვის სასარგებლო იყოს. და არც ვფიქრობ, განსაკუთრებით ბავშვებს, არ სჭირდებათ იფიქრო, რომ სოფლიოში რაღაც მისტიკური სულები მოძრაობენ, მაშინაც კი თუ ჰარი პოტერი საბოლოოდ კარგი ადამიანია. ვფიქრობ, რომ სამყაროში სულიერი რეალობა არსებობს და მათ უნდა იცოდნენ, რა არის ეს სულიერი რეალობა. დაივიწყეთ ფანტაზია. კარგით? და ეს ძალიან შეიძლება ვიწრო ხედვაში ჩამითვალონ ბევრმა. მეთანხმებით? კარგით, დიდი მადლობა ამ საღამოსათვის და ამ კითხვებისათვის.